ჭხრეტის ოქმის შევსება არ გათავისუფლებთ ვალდებულებისგან, რომ გადაიღოთ ბატონო გიორგი. გააშიშვლეთ თუ არა და გააკეთებინეთ თუ არა ჩემო თანაშრომლო, მას ჩაუტარეს პირადი შეკა, კონკრეტულად გიორგი თეოდოროშვილი გაჩხრეკა ის და მისი ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა ერთი ცალი წებოვანდანში გადახოვული ნივთიერება. აღნიშნული ნივთიერება თეოდოროშვილმა მომაწოდა მე მოვათავსე სპეცპაკეტში და დავუხდი სათანადო წესით. შევადგინე შესაბამისი ჭხრეკის ოქმი, რასაც თევდორი აბრამოვი პირადად გაეცნო და მასზე მოაწერა ხელი. Intereses. Când zalit rău, meținării măsuțării, tehnici, biomosmanului. Când ratorul ce zic, că ți-am văzut video gădătula, reagiși la tăhăț. Iată, am mogasi na pachetებს ასევე მოსევდიობს ხელში მეჭირა სამუშაო პაპკადა, ასე ვთქვათ, ორ საქმეს როგორ ვიგავით. სანამ გავიშკიდებული, სანამ ის საუბრობდი, მაგას ვიხავდით პაკეტებს. არა, როდესაც მოხდა ფრიქების ამოღება, ნარკოტიკების საშუალებების და მობილური ამოღება, ამის პროცესი რომ დაგიფიქსირებინა ტრაგიშილად ხელს. როცა ამოვიღეს ეს ყველაფერი. გიხსნით, როდესაც ამოიღეს მომაწოდეს მე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოათავსე პაკეტში, პაკეტს გაუკეთე წარწერები, პაკვეთი დავლუქე, შემდეგ მეორე მობილური ტელეფონი მომაწოდეს, რომელიც ასევე მოათავსე პაკეტში, პაკეტს გაუკეთე წარწერები და დავლუქე. აღნიშნული დროს მე მესამე ხელი და მეოთხე ხელი არა მაქვს რომ სხვა ხელებით ხო, არა, ორი ხელით ხდება დაწერა, იმიტომ რომ ერთ ხელში მიჭირავს პაპკა, მეორე ხელით წერ. ერთი პაპკა, როდესაც მიჭირავს სამუშაო პაპკა, ტელეფონიც ვერ მეჭირები, იმენა აღნიშნულ ხელში, იმიტომ რომ ტელეფონი გამივარდება აპაპკა. ხელის მოვალდებულება ის არის დაგის მოვალდებულება, რომ ყველაფერი დააფიქსიროთ უნდა ვიდეო ჩანაწერის საფრთხე კონდეთ. ვალდებულება არის უთუარი. ვალდებულება უთუარია თუ რა არის ამას ასამოშებას. აი, შენი ხალხი აი ჩემი პირადად და ტელეფონი და ნოტიფიკი გათავის. დანარჩენი ჩამყარი სცენარი მას სუნამოები ერთს მომხდა. აკარი სუნამოები ძალიან ყოლა. და კონტუს ამაზე რომ პლასტიკური ბარათი და სამიც გასაღები. ეს ყველაფერი სადავ იქეთ. არის სირანი პროზერა. გააშიშვლეთ თუ არა და გააკეთებინეთ თუ არა უქმნები. არა. რამდენიმე ადამიანის თვალწინ. არავის თვალწინ აღწევს ადგილი არ აქვს. აყენებთ თუ არა სიტყვაში შეუდარებას, გასცინოდით თუ არა ყურებზე, საყურეზე უბრალოდ და დატოებზე. არანაირი შევარწმობა და არანაირი დაცინო, ის იმათ არ ყოფილა, მე სხვა პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ავტობები და ეს არანაირი დასაცინო დასაბუთებები. ბატონო გიორგი, მე მაქვს ჭხრეკასთან დაკავშირებით. ხო შეგეთიყავი, ხო ყველაფერს მოისმენთ. მაგრამ საზოგადოება აი ასე უფრო მეტად კაცობრიობა. ხო შეგეთიყავი და უსმენდი ყველაფერს. ხო გაიგე სასამართლოში რაც ვილაპარაკე. აი საზოგადოებას რო განმომარტო. საზოგადოებას აი წირი, საზოგადოებას განმომარტო. ჭხრეტის ოქმის შევსება არ გათავისუფლებთ ვალდებულებისგან, რომ და ადვოკატი. გიორგი. საინტერესო ვფიქრობ, ელოდი რომ იქნებოდნენ, დაგხვდებოდნენ თანამშრომლები, მაგრამ რომ ვიხედით, არიყვენ იქ საკმარისი ადამიანები, ვფიქრობ, რომ ინვესტიციის დაგევალებინათ გადაღება. ჭხრეტის ოქმის შევსება არ გათავისუფლებთ ვალდებულებისგან, რომ გადაიღოთ ბატონო გიორგი. თანამშრომლები რომ აი ორი ადამიანი რო გიცავთ ეხლა ბატონო გიორგი, ჭხრეკაზე რომ წაგეყვანეთ დამატებით. დღეს დაიკითხა ბრალდების მხარის ბოლო მოწმე, ეს იყო პირადი ჭხრეკის შემსწრები და დამკავებელი გიორგი ქაჩილიშვილი. ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა. ჩვენ მე წარვადგენთ მტკიცებულებებს, საიდანაც ჩანს, რომ ადგილზე პირადი ჭხრეკისთანავე მობილიზებული იყო დაახლოებით 10-დან 15-მდე პოლიციის თანამშრომელი და ძალიან თავისუფლად შეეძლოთ გადაეღოთ მთელი პირადი ჭხრეკის მიმდინარეობა დაეფიქსირებინათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ დღევანდელი პროცესის გათვალისწინებითაც, რომ თევდორი აბრამოვი, რასაც თავიდანვე ამბობდა, პირადად მე გამოვკითხე და რა ფაქტებს და გარემოებებსაც ადასტურებდა, მისი საწინააღმდეგო ვერაფერი ვერ წარმოადგინა ბრალდების მხარემ. ბრალდების მხარის მტკიცები და პირადი ჭხრეკის მიხედვით, თითქოს და თევდორი აბრამოვს ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს ნარკოტიკული საშუალება და თევდორი აბრამოვი თავიდანვე ამბობდა მის განმარტების მიხედვით,
ჩხრეკის პროცედურის მიმდინარეობის დროს მოტყუებით პირის ღრუში გამოუსვეს ხელი და შესაძლებელი იყო, ნუ ეხლა თვითონ არ დაუნახავს თევდორეს, რომ ეს ბიოლოგიური მასალა გადავიდა საიზოლაციო ლენტზე, მაგრამ რასაკვირველია, ამაში ხელს ვერავინ ვერ შეუშლიდა. ამასთან ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა, საიდანაც დადგინდა, რომ საკვლევ მასალაზე, ქურთუკიდან ამოღებულ საკვლევ მასალაზე იყო ადამიანის ნერწყვი, რაც თავისთავად ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, ადამიანის ნერწყვი როგორ უნდა მოხვედრილიყო საკვლევ მასალაზე. მიგვაჩნია, რომ მგონი ექს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდება თევდორე აბრამოვის ბრალეულობა.